საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადია ქოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმისთვის ემზადება, როგორ აღინიშნება 26 მაისის წელს. შალვა პაპუაშვილი ორმაგის სტანდარტების ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ერთიანი მიდგომის შესახებ რატომ ყიდის ევროპა ძალადობას საქართველოში დემოკრატიად. სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ნაციონალური მოძრაობა ევროკავშირის ელჩთან რა პოზიცია აქვს უცხოელ დიპლომატებს ოპოზიციის დაანონსებული ძალადობის შესახებ. სპეკულაცია ვიდეო მტკიცებულების წინააღმდეგ ალდე ჯგუფი დეზინფორმაციას ავრცელებს და ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას მოითხოვს. რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება ეკა გიგაურის ორგანიზაცია ისევ დუმს. ინფრასტრუქტურის მინისტრი განმუხუში მალთაყვასა და ანაკლიაში რა პროექტები იგეგმება სანაპირო ზოლზე. სპეცოპერაცია თავისუფალი სიტყვის ჩასახშობა, ტელეიმედის დასჯა, დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა. 7 ნოემბრის უმძიმესი ისტორია საგამოძიებო კომისიის წევრებმა თვითმხილველისაგან მოისმინეს. სოფო ნიკოლაიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იმედი მასზე მოძალადე პოლიტიკური ჯგუფისთვის დღემდე მთავარ სამიზნედ რჩება. არჩევნების მოპარვა და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობა ეს უკვე ლევან გაჩეჩილაძის ისტორიებია. კომისიამ მოусმინა ვიქტორ ჯაფარიძესაც და იმ ადამიანს, რომლის 26 მაისს გადაღებული ფოტო სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეს ასახავს. საგამოძიებო კომისია რეჟიმის მხილებას აგრძელებს და ნინო არღლიანია პირდაპირ ეთერში. როგორ ესმოდა ნაციონალურ მოძრაობას მედიისა და სიტყვის თავისუფლება. ეს ყველაზე მკაფიოდ 2007 წლის 7 ნოემბერს გამოჩნდა. როცა რეჟიმმა იმედი ვერ გააჩუმა მედიის წინააღმდეგ ამოქმედა ძალადობრივი მანქანა და სწორედ ამას მოყვა ტელეკომპანია იმედის დარბევა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა საგამოძიებო კომისიაში. მაყურებელმა იცის, რომ კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანი თავი სწორედ მედიას დაეთმობა. კომისია ასევე მუშაობს აგვისტოს ომის საკითხთან დაკავშირებით, ასევე ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობებთან დაკავშირებით. დღეს ითქვა, რომ განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე კომისიას აქვს სურვილი, რომ უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაიხანგრძლივოს. კომისიამ ბიუროს უკვე მიმართა, შესაბამისად კომისია მუშაობას 5 ივნისის ნაცვლად 5 ივლისამდე გააგრძელებს. შენ რო ჟურნალისტი გონია თავი, შენ რო ბოდიში ამ სიტყვისთვის ტლიკინებ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ. არავინ არ ხარ ჩემს პირობებში. გაგანადგურებ დღესვე ფიზიკურადაც. ასე გამოიყურებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მედიისა და სიტყვის თავისუფლება. ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი ტელეკომპანია იმედის დარბევის თვითმხილველია, რომელმაც რეჟიმი დღეს საგამოძიებო კომისიაზე ამხილა. 7 ნოემბერი 20 საათი და 40 წუთი სააკაშვილის სპეცრაზმი ტელევიზიის დანგრევას იწყებს. ფიზიკურად უსწორდება ჟურნალისტებს, ამტრევს ტექნიკას და ეძებს ღილაკს, რომლითაც იმედის გათიშვა უნდა. სოფო ნიკოლაიშვილმა გაიხსენა, რომ თანამშრომლებს თავდასხმა ტელევიზიაში არაკმარეს და რეზინის ტყვიებით ცრემსადენი გაზით დევნა უკვე ლუბლიანას ქუჩაზე დაიწყეს. ამბავი აქაც არ სრულდება. დარბევას ჟურნალისტების მოსყიდვა და გადაბირების პროცესი მოჰყვა. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე, აბსოლუტურად ყველაფერს, აპარატურას, რაც კი გზაზე შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველანი დააწვინეს ხელებით წინ. შეანგრიეს საეთერო სკარები, მოკლედ მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის გათიშვა. იმედის დაცვის თანამშრომლები წილზე მოთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. აქ პირველ სართულზე თანამშრომლებს იარაღსაც უმიზნებდნენ. დავიძარით ტყეპარკისკენ, დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რაღაც რობოტებმა ეს ფარებზე ხელჯოხები, ხელკეტების რახუნი და დაიძნენ ჩვენსკენ. ამ ტყეებისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით. ესენი გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია ირაკლის მოხდა, ცრემსადენი გაზი, არ ვიცი რა ვისუნთქეთ. შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები. არანაკლებ ძიმე, ეს იყო იმედის გამოშიგუნა შიგნიდან, ზოგს მუქარით ოჯახის წევრის დაპატიმრებით, ზოგს თანხების შეთავაზებით,
ზოგ სამსახურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც მოხდა ძალიან ბევრი თანამშრომელმა. იმედი დატოვა. იმედის მტრები იმედზე თავდასხმას დღესაც განაგრძობენ. ამის მიზეზი სოფო ნიკოლაიშვილისთვის კარგადაა ცნობილი. სისტემა, რომელიც დაუმორჩილებლობას და სიმართლეს ვერ იტანდა, ამას ვერც დღეს ეგუება. ეს ძალა არ იცვლება არასოდეს. არც მისი განახლება მოხდა, როგორც მასში ხდებოდა ის შეთქმულებების მოფიქრება, ეს ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმების მოგონება. ეხლა არ აქვთ მათ ეს ძალაუფლება. უბრალოდ ეხლა აქვთ ეს იარაღი პარტიული მედიის სახით და არა კრიტიკული მედიის, პარტიული მედიის სახით. ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ადამიანებისგან, ანტიგმირებისგან გმირებს, ამას ახვლევენ საზოგადოებას. ტელეკომპანია იმედის დასაცავად ტელევიზიაში ოპოზიციონერი დეპუტატები გამოჩნდნენ. სპეცრაზმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მათაც მიაყენა. ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს გაიხსენა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები პატივით მხოლოდ გიორგი თარგამაძეს ექცეოდნენ. ჰოლში დაგვაყენეს პირით კედლისკენ ტყვეებივით ხელები აწეული. ვალერი მუცხარო, რას აკეთებთ? ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება. ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში. როდესაც ჩვენი კუთხეში მიგდებული ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს კოლგით, იმით რა ქვია, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად. ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არბევდა დამოუკიდებელ ტელევიზიას და ფიზიკურად უსწორდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. ამის კარგი მაგალითი ლევან გაჩეჩილაძეა. მან დღეს კომისიას უამბო ამბები აქციების დარბევის, ოპოზიციონერი ლიდერების ცემის და მოპარული არჩევნების შესახებ. წყალგამყოფი გახდა გირგულიანის ამბავი. ჩვენ დავნიშნეთ მიტინგი 2 ნოემბერს. ბადრი პატარკაციშვილი მოვიდა მიტინგზე და მიტინგიდან გაფრიდა ლონდონში და იმის მერე არ ჩამოსულა. მაგრამ თავარი სიტყვები, რაც მან თქვა და რაც კიდე მეტი იმედი მოიტანა საზოგადოებაში, თქვა რომ ბოლო კაპიკამდე დავხარჯაო, სანამ ამ ჯოჯოხეთს თავიდან არ მოვიშორებთ. შიმშილობა გამოვაცხადეთ. დაახლოებით 3000 კაცი გამოვიდა კინო რუსთაველიდან რაღაც ყვითელ პლაშებში და უმოწყალოდ დაგვიწყეს დარბევა არა, უმოწყალოდ დაგვიწყეს აწიოკება. ცემა მითხრა კობადავითაშვილმა რომ სუდალეწილია აპარატურაო და წავალ მე ბაზარშიო და ახალს ვიყიდიო. თუ ნებას დამთოვდა წადი მე უთხარი კობათკო და იქიდან მოიპარეს კობადავითაშვილი და სასიკვდილოდ ცემეს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ CSKO-ს ლევან თახნიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინც ააგო ოფიციალურად და სხვათა შორის ეს იყო ბუშის მოლოცვა და ნახევარსაათში მოყვა პუტინის მოლოცვა. სერიოზული ხიდები იყო არაფორმალური გაჩაღებული რუსეთთან. 2011 წლის 26 მაისს უსამართლობამ ქუჩაში ნოდარ არველაძეც გამოიყვანა. 63 წლის კაცი, რომლის ფოტომაც მსოფლიო მოიარა. აქციის მშვიდობიანი მონაწილე ნაციონალური მოძრაობის ძალადობის მსხვერპლი გახდა. პირველი თავში მომარცხეს, სისხლი მომდიოდა ეს და მე შემიგვიყრა ცხენები და გადმოგვიყვანეს, გადმოგვაცრიეს ასφალტზე. თაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და იქ გარეთ შემაში მაშინ დავყარეს რა. ხელებს შეგრული. სამმართველოში რომ შევედი სისხლით იყო სულ სავსე ესა, თელი კალიდორი. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ტელეკომპანია იმედის დარბევა. ამ თემებს იკვლევდა დღეს საგამოძიებო კომისია. რაც გვიამაყება და გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება თარიღის აღნიშვნა უკვე დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებში. ჩვენი დროშის ფრად განათა ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში. დედაქალაქში კი თავდაცვის ძალების რეპეტიცია ჩატარდა. სამხედრო კომპონენტი ტრადიციულად ცერემონიის მთავარი ნაწილია წელსაც. სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. ამას გარდა ბუნებრივია, წელსაც იქნება საზეიმო განწყობა, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით. მოსამზადებელი სამუშაოების გამო თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. კალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ. დედაქალაქის მთავარი მოედანი ტრადიციულად ქვეყნის მთავარი დღესასწაულისთვის ემზადება. ეროვნული ზეიმის მოლოდინში თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რეპეტიცია გაიარეს.
საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი, შესრულდა ყველა ის კომპონენტი, რომელსაც 26 მაისს ქართველი ხალხი ნახავს. დამოუკიდებლობის დღისთვის სამხედროების მზადებას თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. თავდაცვის ძალები განსაკუთრებით ვიმზადებით დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში ჩასართვლელად და დღეს გაიმართა უკვე რიგით მეორე რეპეტიცია, რა დროსაც მიმდინარეობს იმ საკითხების დახვეწა, რომელიც უკვე წარმოდგენილი იქნება 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში. გვექნება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებში 21 ადგილზე გამოფენა შეიარაღების და აღჭურვილობის. ძალიან საინტერესოა, როგორც ეროვნული დღესასწაული მოუწოდებ ყველას, რომ მობრძანდნენ ოჯახებით, ერთად შევხვდეთ ამ ყველაფერს. რეჟისორთან ზუსტდება ბოლო დეტალები და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე და საქართველოში ისტორიულ სხვადასხვა ლოკაციებზე 7-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დადებს სამხედრო ფიცს. მისაურად განვაგრძოთ წინაპარნამხედრული ტრადიციები. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. 26 მაისს ტრადიციულად მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნებათ. მნიშვნელოვანია ფიცის დადების და განსაკუთრებით 26 მაისი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხვდებით საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილი და წევრები. მე პირადად წვევამდელი ვარ მოსული ჩემინებით მოვაწერე ასე ვთქვათ გაწვევას ხელი და ჩემი სურვილი იყო რომ წავსულიყავი და მემსახურა ქართულ ჯარში. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად დაგეგმილია გაცართობი და შემეცნებითი აქტივობები. ამ მხრივ დატვირთული იქნება ორბელიანების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, რომლებიც დაეთმობა გასართობ, მუსიკალურ, თეატრალურ, საბავშვო პროგრამებს. იქნება დიჯეი და კულინარიული სივრცეები. ყველა დიდ ქალაქში პრაქტიკულად იმართება საზეიმო ღონისძიებები, თბილისში იმართება აღლუმი, სხვა ქალაქებში კონცერტები და ჩვენ ყველა ამ ფორმით ვუხდით ჩვენს წინაპრებს მადლობას. ჩემთვის სიამაყეა და პატივი არის, რომ უკვე მე რამდენი წელია ვმუშაობ ქართულ ჯართან. ეს მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება ყველა რეგიონში. კოსტიუმირებული მსვლელობები, ქორეოგრაფიული ნომრები, ინოვაციების სივრცე, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ქვეყნის მასშტაბით მოიწყობა ტრადიციული ეროვნული პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღე რეგიონებში ქართულ შემსრულებელთა კონცერტებით დასრულდება. ზუგდიდში ვიქნებით ჩვენ წარმოდგენილი და აბსოლუტურად ყველა ასაკის მოქალაქისთვის ვიქნებით ძალიან საინტერესო. იქნება ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, დახურვითი ღონისძიება, გალა კონცერტი, მაგრამ მანამდე ნამდვილად არ მოიწყენს ქალაქ ზუგდიდის სტუმარი და ზუგდიდის მაცხოვრებელი. 26 მაისს ქალაქ გორში მთავარ მოედანზე მოსულ ჩვენ სტუმრებს ელოდება მრავალფეროვანი აქტივობები, კულტურული შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება გორის როგორც კულტურული, ასევე ისტორიული განვითარების საარქივო მასალები. საქმეთა სამინისტრო სტუმრებს ქალაქ ფოთში უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ სხვადასხვა საინფორმაციო სტენდებს. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების სპეცტექნიკა, აღჭურვილობა. ქალები დამოუკიდებლობისთვის წარსულიდან მომავლამდე. ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე დღეს პირველმა კანონმდებელმა საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქალთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს მადლობის სიგელი გადასცა. საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის პარლამენტი, მეორე იყო მსოფლიოში, სადაც ქალები იქნენ არჩეული პარლამენტში. აღარაფერს საუბრობ ქალთა საარჩევნო უფლებაზე, როდესაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში 1970-იან წლებში მიიღეს ქალებმა საარჩევნო უფლება. აი, როდესაც ამ გამოცდილებით ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე პარლამენტიც თავის წელს შეიტანს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომავალშიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. მასპინძლობთ ქალებს, ვინც საჯარო და აქტიურ საქმიანობაში არიან ჩართული, ქალებს, ვინც თავისი საქმიანობით, განსაკუთრებით საჯარო საქმიანობით გამოხატავენ და შეაქვთ თავისი წვლილი ამ ქვეყნის მშენებლობაში და დღევანდელი დღის თემატიკა
არის ქალების როლი პოლიტიკაში და საჯარო საქმიანობაში წარსულიდან მომავლამდე, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი თაობის ინსპირაცია უნდა გახდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს მასშტაბით ქართული საელჩოების ორგანიზებით სხვადასხვა სახელმწიფოებში აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულს უკვე უმასპინძლა შვეიცარია. დამსწრეების საოცარი მეგობრობა იგრძნობა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს არის უაღრესად საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა და იმავდროულად, როდესაც გაქვს შესაძლებლობა შენი ქვეყნის კულტურა საუკეთესო მხრით გააცნო ყველა შენს უცხოელ პარტნიორსა და მეგობარს, რა თქმა უნდა, ეს ერთიორად ამაღელვებელი. ჟენევაში ფიქრობ შედგა ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელიც ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქართული კულტურა არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. თელ სოფლიოში. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატიულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადაეცა. ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა ქართული დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სტოკჰოლმში. ღონისძიება როსენდალის სამეფო ბაღში საქართველოსა და შვედეთის ჰიმნებით გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართება კონცერტი. ბაქოშია კულტურის მინისტრი. წელს განსაკუთრებულად აღნიშნავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და რა თქმა უნდა აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის ფონდის დახმარებით წელს გრანდიოზული დღეები გველის ქალაქ ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში საქართველოს და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ეს პროექტი ხელშეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაიცნოს ქართული კულტურა. ბუნებრივია წარდგენილები ვიქნებით ტრადიციული ფოლკლორით, კლასიკური მუსიკით, სხვადასხვა ჟანრისა და სახის კონცერტებით. ქვეყნის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 7, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კი 34 წელი სრულდება, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე თავისუფლების ჰიმნს ერთდროულად შეასრულებენ. ზუსტად იმ დროს, როცა 1918 წელს პირველმა რესპუბლიკამ საქართველოს ისტორიული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება ოპოზიცია რადიკალიზაციისთვის. ძალადობა და ანონსებულია ოპოზიციის მოკავშირე ცალკეული ევროპარლამენტარები თბილისში ჩამოსვლას აპირებენ. პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ სვამს კითხვას, იღებენ თუ არა ამ გეგმის წამხალისებლები და მხარდამჭერები მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას. ანუკი ჩხიკვაძე გვერდება. დღესასწაული, რომელიც ყველა ქართველს საერთიანებს, სულაც არ არის ამ დატვირთვის ოპოზიციისთვის, მათთვის, ვინც პროცესების რადიკალიზაციას აანონსებენ და ვინც ეროვნულ დღესასწაულს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს არგებს მართველი გუნდისთვის. ოპოზიციის ეს ქმედებები კარგად ასახავს იმას, რასაც ისინი ემსახურებიან, ის ფაქტი, რომ მათ დასახმარებლად და პროცესების რადიკალიზაციისთვის ახლა ქვეყანაში კონკრეტული ევროპარლამენტარები ჩამოდიან, ნათელი მაგალითია იმ სქემისა, რომელსაც ქვეყანაში მყოფი ოპოზიცია და მათი პატრონები ხშირად ახორციელებენ. ვერ უნდა აღმოცენდნენ ეს ჯალათები რუსთაველის გამზირზე, ასე რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, რომ თავად განსაჯოს როგორ იმოქმედებს. ის რომ ჩამოდის რამდენიმე რადიკალური ევროპარლამენტარი, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი, რომელიც ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული ბოლო პერიოდში, უთითებს ერთ რამეს: არანაირი ოპოზიცია, არანაირი NGO-ები არ არსებობენ. 26 მაისს მათი ქცევა პირდაპირ განპირობებული იქნება მათი დონორების და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით. ასე რომ პასუხისმგებლობაც იმასთან დაკავშირებით თუ კი იქნება რაიმე პროვოკაცია და ის ძალადობა, რომელიც 9 აპრილს ვიხილეთ, იგივე ძალადობა თუ გაიმეორეს NGO-ებმა და პარტიებმა, ამის პასუხისმგებლობა სრულად იქნება იმ დონორებზე თუ ზოგიერთ ელჩზე, რომელიც ამ მონძალადეებს ხელს ართმევს და სალონურ საუბრებში არის შესული ექსტრემისტებთან და მოძალადეებთან. ესე არ არის ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და იქ არიო სიტუაცია.
არავის არ აქვს ამის უფლება და ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. 26 მაისი არის გამაერთიანებელი დღე. ყველა უნდა იზეიმოს, თუ კი ამას ვინმე არ გაითვალისწინებს და ვინმე ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გეგმავს და უკვე გამოჩნდა განცხადებები და რომ ესეთი ნაბიჯები იგეგმება, გასაკროილე სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში სადაც ჯერ კიდევ არ შემშრალა ის სისხლი, რომელიც ნაცმოძრაობის მთავრობამ დაგვარა, არანაირად არ შეიძლება დაშვებული იქნეს რაიმე გამწვავება ისეთი, რომელიც ქვეყანას დააზიანებს. ოპოზიციას ახლა ერთი გეგმა აქვს დამოუკიდებლობის დღის რადიკალიზაცია და ამისთვის დასახმარებლად კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უხმობენ. ამ ყველაფერზე კი მართლ გუნდს ერთი პასუხი აქვს, რომ ქართულ ხალხს ეროვნულ ზეიმს ვერავინ ვერ ჩაუშლის და რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. მადლობა, ანუკი ჩხიკვაძე იყო. მართველი გუნდი საჭოდ განიხილავს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებში შეხვედრებს. ერთ შემთხვევაში სტუმარი ნაციონალური მოძრაობა იყო, შტატების წარმომადგენლობამ კი სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით შესახებ რა სტატუსით ან მიზნით იმყოფებოდა ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებაში, ამის შესახებ საელჩოსაგან პასუხს ამ დრომდე ველით. სხვას არავის განუმარტავს. საუბრის შინაარსი მაგალითად ევროკავშირის საელჩოში თინა ბოკუჩავამ ის კი დაადასტურა, რომ პაվել ჰერჩინსკისთან დისკუსია შიდა პოლიტიკას მიეძღვნა. რა როლს ასრულებენ უცხოელი დიპლომატები ოპოზიციის რადიკალურ გეგმებში? მართველი გუნდი განმარტებებს ელის. მეგინ არცავიძე კი ამბობთ. რიგით რადიკალად ქცეული სალომე ზურაბიშვილი ამერიკის საელჩოში. შეხვედრის დეტალები უცნობია. რა თემაზე ისაუბრა საელჩოში მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტმა და რა მიზანს ემსახურებოდა მისი მისვლა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ამ საკითხზე ორივე მხარე დუმს. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური დღის წესრიგი და მისი მხრიდან დესტრუქციული პროცესების წახალისება კითხვებს უჩენს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს. ამბობენ, რომ უნდა გაკეთდეს განმარტება, ხომ არ იყოს შეხვედრის თემა მაგალითად 26 მაისს პროცესების რადიკალიზაცია. მაკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი გამოდის და ღიად ამბობს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების არის მოძალადე, არის დამნაშავე. ამ ინსტიტუტის სტიპენდიანტი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. და ყველა ელჩმა იცოდა ყველაფერი. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კიდევ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით ცდილობენ ჰეროიზაცია მოახდინონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის 26 მაისის წინ, როცა ოპოზიციას გამოცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რაც შეეხებოდა ეს შეხვედრა. ამერიკის საელჩოში ზურაბიშვილის ყოფნის პარალელურად რადიკალების სხვა ჯგუფი ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა. შეხვედრიდან გამოსულმა თინა ბოკუჩავამ პაվել ჰერჩინსკისთან საუბრის დეტალებზე ყურადღება არ გამახვილა, თუმცა აღიარა, რომ დიპლომატთან ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფო გუნდისთვის მიუღებელია საელჩოების მხრიდან რადიკალიზმის წახალისება, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს 9 აპრილს განვითარებული პროცესები და დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილიც გაიხსენა. მე მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ და NGO-მა დაანონსეს ძალადობა 26 მაისს. ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, NGO-ების და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა, როგორ სადეს რადიკალიზაცია, იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე, არ უშვებდნენ მათ მემორიალთან, ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ NGO-ების დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. თუკი რომელიმე NGO გაერევა კიდე ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება ბრალი იმ დონორისა, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, უნდა ითქვას ცალსახად, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს,
ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე. ოპოზიციის მთავარი დასაყრდენი უცხოელ პატრონებთან ერთად საელჩოებიც გახდნენ. მთავარი კითხვები სწორედ რადიკალიზაციის წამხალისებლებთან არის. რატომ ყიდის ევროპა ძალადობას დემოკრატიად საქართველოში? ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს და საზოგადოებას ნდობას უკარგავს. ალან ბერსე ერთიანი მიდგომის აუცილებლობის შესახებ წერს. ამავეს კიდევ ერთხელ ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. ბერსე კი ქართული ოპოზიციის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თუ ალან ბერსე თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას მოისმენს, ალბათ მას ქართული ოპოზიციისგან კრიტიკა აღარ გაუკვირდება, რადგან ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მათგან ეს ერთხელ უკვე ნახა სწორედ ობიექტური შეფასებისა და თბილისში ოფიციალური ვიზიტის გამო. ქართული ოცნებად კი ოპონენტებს და ასევე ევრობიუროკრატებს მოუწოდებს მოусმინონ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაიაზრონ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ორმაგი სტანდარტების ადგილი არ არის. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პოლიტიკაში ორმაგ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ალან ბერსე ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის პირველია, რომელიც მარტივ ჭეშმარიტებაზე საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით წერს. გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ის რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, მიუღებელი უნდა იყოს გერმანიასა თუ რუმინეთში. ალან ბერსემ ეს იმ სტატიაში დაწერა, რომელიც ევრონიუსის ვებგვერდზე მისი ავტორობით გამოქვეყნდა და რომელიც მათ შორის უცხოური გავლენების კანონებს ეხება, მათ რომელსაც საქართველოს შემდეგ ევროპის ქვეყნები წარადგენენ. მთელ ევროპაში უცხოური გავლენის შესახებ კანონები წარადგინეს. მათი განზრახვა შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ როგორც მე ცხადი გავხადე, ეს ზომები არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისთვის. ეს კანონები უნდა შემოწმდეს ორმაგი სტანდარტების გარეშე განსაკუთრებით სასამართლოს მიერ. რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იმავენაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა თუ რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები იქნება ეს რეალური თუ აღქმული, ანგრევს საზოგადოების ნდობას და აზიანებს ევროპის სანდოობას, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის თვალში. მარტივ ჭეშმარიტებას დაფუძნებული განცხადებები ქართულ ოპოზიციას განწყობას უფუჭებს. როცა სათქმელი აღარაფერია, ხელისუფლების ოპონენტები ასეთი შეფასების ავტორთა კრიტიკას იწყებენ. ამ დროს ფარდა ეხდება იმასაც, რომ ოპოზიციამ ალან ბერსეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ჯერ ვერ აპატია. მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ალან ბერსე, როგორც ერთხელ უკვე გამოიყენა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, მისი აქ უკიდურესად უდროო და სამწუხარო ვიზიტით მორიგჯერზე არ იქნება გამოყენებული. ობიექტურ განცხადებებს, რომ პარტიული მიზნებისთვის გამოყენება არ სჭირდება, ეს ხელისუფლებისთვის აქსიომაა. ქართული ოცნების წევრებს მიაჩნიათ, რომ დროა ევრობიუროკრატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოусმინონ და გაიაზრონ, რომ სიმართლე მხოლოდ ერთია. ახლა როცა უცხოური გავლენების პრობლემურობასთან დაკავშირებით დასავლეთიდან განცხადებები სულ უფრო ხშირად ისმის, მართველი პარტია კრიტიკოსებთან მიმართებაში ყოველდღიურად მეტ უპირატესობას გრძნობს. რაც უფრო მეტი ადამიანი ობიექტურად შეაფასებს ქართული ოცნების გუნდის და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს მით უფრო უკეთესი არის როგორც ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ამ ადამიანებისათვის და ზოგადად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის. შეიძლება იყოს ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება იყოს 2 და 3 სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ რაც არის სწორი, რაც არის სახელმწიფოსთვის სარგებლიანი და დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოში პირიქით კონტრპროდუქტიული. ალან ბერსეს განცხადებამ შალვა პაპუაშვილს ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილის შეხედულებების სიმახინჯეები კიდევ ერთხელ გაახსენა. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ 21 საუკუნეშიც არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ერებს და ქვეყნებს კატეგორიებად ყოფენ. აბსოლუტურად მიმყარდება ის აზრი, რომ ბრიუსელში თუ ზოგიერთ დედაქალაქში ზოგიერთ ღირებულებებთან, სტანდარტებთან დაკავშირებით აქვთ ესეთი წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც მათ უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი, რომელიც არის ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვის გათვალისწინებული. მე გახსოვთ ვიდეოს კი დავდე. ბერლინში ადამიანი მაშხალას ისვრის ვარდება ოთახში, ფეთქდება, ის ადამიანი დაიჭირეს და მიუსაჯეს რაღაცა. თბილისში ისვლიან მაშხალას, ვარდება პარლამენტის შენობის ოთახში, ფეთქდება, გამოდიან ელჩები, ამბობენ ეს იყო მშვიდობა. ანუ საქართველოში აფეთქება შენობის ოთახის არის მშვიდობა, გერმანიაში ეს არის ომი. ეს არა ორმაგი სტანდარტია.
არამედ ეს არის რომ ჩვენ არ მიგვიჩნევს ზოგიერთი იმ დონეთ რომ ჩვენზე გავრცელდეს ნორმალური რაღაც შეხედულებები. ევრონიუსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ალან ბერსე ევროპის წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზეც წერს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხედავს, რომ ტყუილი დემოკრატიულ ცხოვრებას კვლავ აბინძურებს. სპეკულაცია ვიდეო მტკიცებულების წინააღმდეგ ალდე ჯგუფი დეზინფორმაციას ავრცელებს და ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროპელი ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ ელენე ხოშტარია აწამეს. ცალსახადად ან არაერთ ტყუილს აერთიანებს მათი ბოლო განცხადებაც. ქართული მხარე ბუდიშს მოითხოვს. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ევროსაბჭოში ქართული ოპოზიციის კომაგებმა ალდეს პოლიტიკურმა ჯგუფმა ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ გადაუხდელი გირაოს გამო დაკავება დაგმეს. ციხიდან მის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ. ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა საგანგებო წერილი გამოაქვეყნა, თუმცა წერილში ცრუ ინფორმაცია ფაქტებად გასაღდა. ტყუილი ნომერი 1 განცხადების მეორე წინადადებაში იძებნება. პატიმრობა მიუსაჯეს ცრუ სასამართლოზე დახურულ სხდომაზე. სხდომა ღია იყო და მისი დახურვის შუამდგომლობა არც პროკურატურას და არც დაცვის მხარეს არ ქონია. ესწრებოდა ყველა, ვინც დარბასთან პირველ რიგებში იდგა, შესვლა მოასწრო და სკამები დაიკავა. ტყუილი ნომერი 2 მესამე წინადადებაშია. ალდე ამტკიცებს, რომ ჯაფარიძის პროცესზე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს დასწრების შესაძლებლობა არ ქონდათ. ეს ის კადრია სასამართლო პროცესიდან, სადაც საელჩოების წარმომადგენლები ჯაფარიძის უკან ხატია დეკანოიძის გვერდით ხედან. მათ გარდა ევროპული დაფინანსების მქონე NGO-ების წარმომადგენლებიც იყვნენ. გოგონა ბეიჯზე წარწერით Amnesty International-ი, საიას თანამშრომელი და ეკა გიგაურის ორგანიზაციის დამკვირვებელი თამთა კახიძე. საგანგაშო ფაქტად წოდებული დეზინფორმაცია ნომერი 3 პროცესის გაშუქებას ეხება. დასავლელი პოლიტიკოსები წერილში წერენ, რომ პროცესის გადაღება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო. ის, რაც საგანგაშო და უკანონოა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოს ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ მე-13 მუხლით გარანტირებულია. კანონის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებელი სხდომას უწყვეტ რეჟიმში იღებდა და მასალას მყისიერად ავრცელებდა. ამასთან დარბაზში ოპოზიციური მედიების თითქმის ყველა ჟურნალისტი იმყოფებოდა, მათ შორის ონლაინ მედიებიდან პუბლიკა, რადიო თავისუფლება და სხვები. ალდე და ბატონი ბულაი თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც რა თქმა უნდა სამარცხვინო საქციელი არის პასეს წევრის მხრიდან. თავდასხმა არის სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპზე, როცა საუბრობენ ცრუ სასამართლოზე. ეს საერთოდ გამოდის, რომ მაშინ ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ აღიარებთ. შეგახსენებთ, ბატონი ბულაი იყო პასეს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც დადო ყალბი დასკვნა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ მან ასევე ტყუილი გაავრცელა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, თითქოს დაკავების დროს მოხდა მისი წამება. სად არის აბა ეს წამება, ან მისი განცხადება სად არის? ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, ზუსტად იცოდა მისი მოთხოვნა რა არის. ასევე ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი, განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა საშუალებლების დაწესებულებაში. ასე რომ აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია. სიყალბის გავრცელებისთვის ოფიციალური თბილისი ბოდიშს ითხოვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მყოფი ალდეს პოლიტიკური ჯგუფის დეზინფორმაციულ განცხადებას მართველი პარტიის მწვავე რეაქცია მოყვა. სახელისუფლებო გუნდში კარგად ახსოვთ, როგორ დაგმეს იმავე ევროპელმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას არარსებული წამებაც. ალდეს წარმომადგენელი ნამდვილად არ ვიცი რას გმობს და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოუწოდებით. მაგრამ ჩვენ ნამდვილად გმობთ ჩვენი ქვეყნებში და საქმეებში ჩარევას. და რასაც თავის ქვეყანაში გააკეთებდნენ და აკეთებენ, ჩვენ ნუ მიგვითითებენ და ნუ გვეუბნებიან, რომ ეს მიუღებელი არის და ეს არის თურმე დემოკრატიული უკუსლა. არა, მას უნდა ქონდეს ჩვენს მიმართ კითხვები, არამედ მის მიმართ კითხვები წდება. რა უნდა, საით უნდა რომ განვითარდეს პროცესი. მართლა უნდა რომ სისხლი დაიღვაროს ადამიანები ჩვენ მიგაჩნია მონაწილედ იმ შეთქმულებისა, რომელსაც კოლექტიური ნაცნობრეობა ახორციელებს.
დეზინფორმაციულ განცხადებასთან ერთად ალდეს პოლიტიკურმა ჯგუფმა კანონის აღსრულებაზე უარისთვის დაკავებული ზურა ჯაფარიძე შეაქეს. სასამართლოს სანქციის აღსრულებაზე უარი მოსწონთ ოპოზიციის მეგობარ ევროპარლამენტარებსაც. მათთვის კანონზე უარის თქმა პოლიტიკური დევნა, თუმცა სასამართლოში პოლიტიკური შოუს ჩავარდნის შემდეგ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების ოპერაციაც ვერ შედგა. რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება? ეკაგი გაურის ორგანიზაცია დუმს პარლამენტის თავმჯდომარე დონორების საყურადღებოდ განმარტავს, რომ მსგავსი ტერმინების გამოყენება არა მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელება, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაც არის. ლევან ფოჩხუაგი ამბობს. ვინც მათთან არ არის, ყველა მათი მტერია. რადიკალთა დღის წესრიგს მორგებული აზროვნების ეს ვიწრო პარტიული ფილოსოფია მათ პოლიტიკურ აქტივობას დღიდან დღემდე ლაიტმოტივად გასდევს. განსხვავებულ აზრთან ბრძოლაში უცხოეთიდან მართული ძალები საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის არჩევანს ისევ ამაოდ უპირისპირდებიან. ასე აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქართულ ოცნებას არალეგიტიმურ ხელისუფლებად, თანაც ისე რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ ზეპირსიტყვიერებას ვერც ერთი მტკიცებულება შესწინეს. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნა. ესტონეთში რეგისტრირებული NGO-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. ეკაგი გაურის არასამთავრობო ორგანიზაცია ქრონიკასთან ისევ დუმილის რეჟიმშია. მივწერეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს. ეკაგი გაურისგან გვაინტერესებს, რის საფუძველზე და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს ორგანიზაცია არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე და მსგავსი ფორმულირებით დემოკრატიულ ინსტიტუტებს უარყოფენ თუ არა. ამჯერადაც ჩვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინება მათ უპასუხო გზავნიდების მორიგ ანგარიშზეა. რადიკალებმა საკუთარი ტერმინი არალეგიტიმური ისევ შიგნიდან გაცვითეს. ბევრჯერ ნათქვამით ყუილი სიმართლედ მაინც ვერ აქციეს. უკიდეგანო უარგუმენტობას როგორც ჩანს იდეური დეფიციტიც დაერთო. ხალხს ახალს ვერაფერს თავაზობენ. სანამ მათთვის დასმული სავალალო დიაგნოზი კრიტიკას ვერ უძლებს, მმართველი გუნდი რესურს ამოწურულ ანარქისტებს და მათ ფინანსურ მკვლევებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. ყველა ვინც აფინანსებს აი მსგავს ანტისახელმწიფოებრივ და ტყუილის კამპანიებს, ბუნებრივია, რომ იმ ხალხთან ერთად, ვინც აჟღერებს ასეთ მესიჯებს, პასუხი უნდა აგო. მე პირველ რიგში და რა თქმა უნდა, გულისხმობ დონორებს, გულისხმობ საელჩოებს, გულისხმობ იმ წყაროებს დაფინანსების, საიდანაც რადიკალები იღებენ შესაბამის ფინანსირებას. ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა მოდის იმ ქვეყნებიდან, ვინც უპირველეს ყოვლისა ვალდებულები არიან იცავდნენ იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირში არის დამკვიდრებული და აუცილებელი. სანამ ესტონეთში პორტირებული NGO ტრანსპარენტული სახელით, მაგრამ გაუმჭვირვალე მიზნებით საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმს აღვივებს, პირველი კანონმდებელი იმ გარემოებას განმარტავს, რითიც NGO ორგანიზაცია ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნას ცდილობს. აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება. ასეთი არაღიარებების გამო ჩვენ ხედავთ მათ შორის ევროპაში, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს ასე ვთქვათ ებძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები. ამის ფონზე, როდესაც ხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად ახალისებენ ექსტრემიზმს, ისმის კითხვა, ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდან, თუ ეს არის განზრახვა, რომ საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება. გამოგონილ რეალობაში მყოფი გაუმჭვირვალე სექტორი ასე კვებავს ცრომითებით საკუთარ იდეურ თანამოაზრეებს და ასე ცდილობს ხელოვნური ელემენტების შეტანით დონორების დახმარებით საკუთარი პოლიტიკური დღესასრიგის გახანგრძლივებას. ევროკავშირში გაწევრიანება 2030-ში საქართველოს პრიორიტეტი არ შეცვლილა. ხელისუფლების ყველა შტო მთავრობის მიერ დამტკიცებული ოფიციალური დღის წესრიგის ერთგულია. ამას ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც მოწმობს. ამის მიუხედავად შიდა თუ გარე აქტორებისგან სპეკულაცია არ წყდება. მიზეზი ის არის, რომ ქვეყანა საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე სხვის ინტერესებს არ მოემსახურა. ქეთევან ლაცაბიძე მოგუყვება. ევროკავშირთანაც მიმართებაში
ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია ვარ ჩვენ თუ იქნება ჯანსაღი პროცესი ჩვენ შორის და იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამისთვის ჩვენ მზათა ვართ. პრეზიდენტის გზავნილი ღია და ნათელია. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს პრიორიტეტია. ევროკავშირთან ურთიერთობას გაჯანსაღება და შემხვედრი გულწრფელი ნაბიჯები სჭირდება. პრეზიდენტისთვის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი მნიშვნელოვანია. ერთი ხელით რომ გეუბნებიან რომ ვითანამშრომლობ და მეორე აქ რევოლუციას გიწყობენ შიდა თემებში, შიდა არჩევნებზე არ უნდა ჩაერიოს რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი და ესე ღიად არ უნდა ფიგურირებდეს არჩევნების თემატიკაში და ეს რომ დარღვევა ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის და ესი არ უნდა დაამციროს შენ არც შენი საზოგადოება, არც ის ადამიანები, ვისთანაც შენ გინდა რომ ეს ურთიერთობა არსებობდეს. საქართველოს საქმეებში ევროპელი ბიუროკრატების ჩარევის სურვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე პოლიტიკური დღისწესრიგის მთავარი ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარე მეორე მნიშვნელოვან მხარესაც აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესია. ევროკომისიის თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში ასახული და დოკუმენტურად გამყარებული. ამიტომაც კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ორი განზომილება არის საგნობრივი განზომილება, სადაც ვერავინ გაურბის ობიექტური შეფასებით, თავად ევროკომისიაც კი ვერ გაურბის თავის დოკუმენტებში, რომ საქართველოს ამ მხრივ არის წინ ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა და აქვს პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც აქვს სუფთა პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის პოლიტიკური დევნის ინტერესები, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში აქვს, რომ პოლიტიკურად დევნონ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას საქმით ადასტურებს და ევროინტეგრაციის დღისწესრიგს მიყვება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მოთხოვნების 60% შესრულებულია. მოგეხსენებათ, ჩვენი გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღისწესრიგს გულისხმობს. ამ დღისწესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო. ჩვენი სამინისტრო, რა თქმა უნდა, კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის დღისწესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა. ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საერთაშორისო აქტორების მხრიდან არაჯანსაღი და მიზანმიმართული შეტევის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა მთავარ ორიენტირს 2030 წლისთვის იღებს, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სრულად მზად იქნება. საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართველი დეპუტატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც ქალაქ დეიტონაში იმართება. დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია, გაიმართება მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც. მეგინ არსაუძე გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. ქართული მხარე ამ პლატფორმასაც მთავარი გზავნილების გასახმოვანებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური, ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. საქართველოს დელეგაციას დატვირთული გრაფიკი აქვს. საუბარი გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. ცოტა ხნის წინ შეხვდნენ თურქეთის დელეგაციას და დღესვე შეხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებსაც. ქართველი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ არაერთი კომიტეტის ფარგლებში მიმდინარე განხილვებსა და დებატებში. ჩვენ გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წვლილი აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული არის და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ნატოს წევრი ქვეყნები და მთლიანად ნატო იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში არსებობს ეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა მოხდეს დეოკუპაცია, რომ ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული არის და რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული ძალიანობა კვლავაც მხარდაჭერილი არის ნატოსა და მისი ინდივიდუალური წევრების მიერ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დელეგაცია იყენებს როგორც ერთგვარ პლატფორმას, რომელიც გააჟღერებს როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უსაფრთხოების ხმას, ასევე საქართველოს როლს როგორც ეკონომიკურ გაძლიერების ნაწილში, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების ნაწილში. ჩვენი მიღწევები, იმ რეფორმების შედეგები, რაც საქართველოს აქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ
პრაგმატული პოლიტიკით შესაძლებელია როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და პოზიციები მკაფიოდ გაჟღერდეს. მადლობა მეგიეს მეგინარსავიძე იყო. სანაპირო ზოლების განვითარება ანაკლიაში, მალთაყვასა და განმუხურში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და განვითარების შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. რა პროექტები იგეგმება სანაპირო ზოლზე, გივი კუჭავას და თეონა კვარაცხელიას სიუჟეტში ვნახავთ. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად იგეგმება ანაკლეის, მალთაყვისა და განმუხურის სანაპიროების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე აღდგება განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილი. ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესანარჩუნებლად ჩატარდება სანაპირო ზოლის შევსების სამუშაო. საჭიროა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. იმისთვის, რომ ეს სანაპირო ზოლი აღდგეს და გამოყენებული იქნეს სამომავლო ტურისტული მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ამ სანაპირო ზოლის აღდგენის მიმართულებით, რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და განხორციელდეს, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ამ რეგიონის და ამ ადგილის გამოცოცხლებისთვის. ნაპირის გამაგრების შემდეგ შემუშავდება ტურისტული განვითარების გეგმა. მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენ ერთად შევაფასებთ აღნიშნული ტერიტორიების შემდგომი განვითარების რეაბილიტაციის გეგმას, იმისთვის რომ უზრუნველყოთ ქვეყანაში ვითარდებოდეს ახალი ტურისტული ადგილები. ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციას, ხელშეუწყობს უშუალოდ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას. მნიშვნელოვანია შეფასება იმ ტურისტული პოტენციალის, რაც ანაკლია განმუხურს თანახმაზე, რა თქმა უნდა, შემუშავდება ასევე დეტალური გეგმა ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისათვის და ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს ჩვენი მუნიციპალიტეტის. განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება კიდევ ერთ ახალ ტურისტულ ადგილს გააჩენს რეგიონში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შიდა და საერთაშორისო ტურიზმს სამეგრელოში. მოვინახულეთ განმუხურის, ანაკლისსა და მალთაყვის სანაპიროები. ერთის მხრივ იგეგმება აღნიშნული სანაპიროების აღდგენა, ეროზირებული არის სანაპიროების ნაწილი. ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ ერთი დაზიანებული სანაპიროების აღდგენა განხორციელდეს და შესაბამისად დაიგეგმოს და შემდგომში განხორციელდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიების სწორ განვითარებას სჭირდება. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევას სოხაძე განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების შესაძლებლობებს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ბიზნეს ლაუნჯით სარგებლობა შეეძლებათ. სივრცე აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყობა, სარგებლობა უფასოდ კი ვიზა პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს შეეძლებათ. პარალელურად აქტიურ ფაზაშია თითქმის 4 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. ცხათუნა მაისურაძისა და ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟი. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის ავიაციო სექტორისა და ტურიზმის განვითარებისათვის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები ბიზნეს ლაუნჯით ისარგებლებენ. თანამედროვე ესთეტიკითა და ადგილობრივი კულტურის ელემენტებით დაპროექტებული ობიექტი მოგზაურებისათვის კომფორტის ახალ ცენტრად იქცევა. ვიზა გახსნის ქუთაისის აეროპორტში პირველ ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მოგზაურობის განმავლობაში, რაც გახდის მათ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს. გვეხარია, რომ ხელს ვუწყობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარებას. მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვადრატულ მეტრ სივრცეში განთავსდება და ერთდროულად 60 ადამიანს მოემსახურება. რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტის არსებობა. ეს ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა იზრდება წლიდან წლამდე. პარალელურად აქტიურ ფაზაშია ქუთაისის აეროპორტის ახალი 3 კილომეტრნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა და მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, რომ მივიღოთ ყველაზე დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მივიღებთ უფრო მეტ მგზავრს, მივიღებთ უფრო მეტ ტვირთს და აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მოცემული ასაფრენი
მიწვეული ბილიკის გრუნტის სამუშაოები თითქმის 2/3 დასრულებულია. ჩვენ ვარაუდით ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში დავიწყებთ ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს. განახლებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა, გამტარუნარიანობის ზრდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ მიმდინარე წელს გეგმაში გვაქვს, რომ მოვახდინოთ არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია იმისთვის, რომ გავზარდოთ სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მილიონ მგზავრამდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა სწრაფი, მზარდი დინამიკით, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნით. 35-მდე მიმართულებით ხდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მგზავრთნაკადით გამორჩეული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული და გაფართოებული ინფრასტრუქტურით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ტრადიციული დოღი და გურული კერძები სახალხო ზეიმი ჩიბათში. ზეიმის პარალელურად რეგიონში ამბულატორია გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება და კიდევ რით იყო გამორჩეული წლევანდელი ღონისძიებები. ხატია იობიძე და დაჯი ჩხიკვაძე მუშაობდნენ თემაზე. სახალხო დღესასწაულია დღეს ჩიბათში. სოფლის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივებმა არაერთი ტრადიცია გააცოცხლეს. მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები. სტუმრებს კი გურული კერძებით გაუმასპინძლდნენ. მოხარული ვარ, ძალიან კარგი განწყობა არის, ძალიან ისეთ დადებითი, მხიარული და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ერთგვარი გამახალისებელია, ძველი ისტორიის გახსენებაც არის პარალელურად თანამედროვე ტენდენციებიც და ყველაფერი ეს ერთად ქმნის ძალიან კარგი და ლამაზ განწყობას. თავარი სანახაობა ტრადიციული დოღი იყო. 30-მდე ცხენოსანმა ორ კატეგორიაში იასპარეზა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. დოღში მონაწილეობა დიდი სიამოვნებაა, ერთგვარი ცოტა ადრენალინი, ბევრი კარგი ამბები მოყვება ამ ყველაფერს. აქედან გამოვდივართ აქ ჩვენ ყველა, ჩვენი ხასიათი და ჩვენი გასაჭიროება. მთელი სოფელია ჩართული, დღეს გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ადგილზე მოეწყო გურული სამზარეულოს დაგემოვნება, იყო კულტურული ღონისძიებები, გამარჯვებულები სპორტულ შეჯიბრებში დაჯილდოვდა მერიიდან ფულადი პრიზებით და თასებით. ასპარეზობის შემდეგ კი გურული მხედრების მონუმენტი გახსნეს. მემორიალზე იმ მოჯირითეების გვარებია, რომლებმაც 1892-1925 წლებში სახელი ამერიკაშიც გაითქვეს. ჩვენ დღეს უგტავყოფთ იმ ჩვენი წინაპრების გურული მოჯირითეების სახელებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს ჩვენი პატარა კუთხის გურიის სახელი გაიტანეს ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ დიდ ბრიტანეთში და შემდეგ საფრანგეთში. მოხდა გურული მხედრების მონუმენტის გახსნა, რომელიც ბატონი ავტოჯორბენაძის ინიციატივით დაიწყო და ოჯახმა ეს საქმე დაასრულა და დააგვირგვინა და სოფელს აჩუქა ერთი ულამაზესი მონუმენტი. ჩიბათის სკოლას დღეს 150 წელი შეუსრულდა. იყო საზეიმო ღონისძიება. დღესვე სოფელში ახალი ამბულატორია გაიხსნა. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამბულატორიასთან დაკავშირებით, იყო ამორტიზირებული, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ინფრასტრუქტურული კუთხით და რა თქმა უნდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით შეიქმნა იდეალური გარემო ჩვენი სოფლის ბენეფიციარებისთვის. ჩიბათობა კონცერტით დასრულდა. სცენა გია ბაღაშვილმა და ჯგუფმა ქუჩის მუსიკოსებმა დაიკავეს. გურიაში დღესასწაული ტრადიციულად მაისში აღინიშნება. მასშტაბური სახე ბოლო 10 წელია შეიძინა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული არქივი დამთვალიერებელს 26 მაისისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ელის. პავილიონში 1918-21 წლების საქართველოს ისტორიის სამსახველი საარქივო მასალები იქნება წარმოდგენილი. შორენა კუპალეიშვილი სტუმრობდა ექსპოზიციას. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არის 1918 წლის 26 მაისი და ეს გახლავთ დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ამ დღეს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტში, ეროვნულ საბჭოში. დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი დოკუმენტი, როგორც პირველი მაცნე ნანატრი თავისუფლების ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში კიდევ ერთხელ აცოცხლებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორიას. ყველა ის პირი, რომელიც მაშინ დარბაზში იჯდა, ყველა აწერს ხელს ამ დოკუმენტს და ეთი წამი წარმოიდგინეთ, როგორი სიხარული იყო და სიამაყის საფუძველი ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
კეთი ასათიანთან ერთად ამ ისტორიის კვალდაკვალ მოგზაურობა კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რამდენად დიდი ზეიმი იყო ასე ნანატრი თავისუფლება ქართველი ერისთვის. ჩვენ გვაქვს მთელი დოკუმენტები, რომელშიც დაწვრილებით არის ჩამოთვლილი ხალხის რომელი ნაწილი გამოდის თქვათ მოედანზე, რომელს რა ფუნქციები აკისრია, იქ იყო ყვავილებით შემკობილი მთელი მოედნები. რამდენიმე მანქანა გამოყოფილია იმისათვის, რომ დააღლილი ხალხი მერე უკან წაიყვანა. აი ესეთი დოკუმენტიც კი არის. ეროვნული დღეობა, ასეც უწოდებდნენ მაშინ 26 მაისს, დღე როცა ყველა ქართველი მასპინძელი ხდებოდა საერთო ზეიმის, დამოუკიდებლობის ისტორიას მნიშვნელოვან სიმბოლიკებთან და ორიგინალ დოკუმენტებთან ერთად უნიკალური ფოტო არქივიც ინახავს. ამ ფოტოზე არიან წარმოდგენილები ევროპელი და მხოლოდ ევროპელი ლიდერები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე აღიარეს, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და მნიშვნელოვანი ფოტო. თითოეული ისტორიული ექსპონატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვიყვება, სახელმწიფო მოწყობის პირველ ნაბიჯებსა და მიღწევებზე. საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები შეტანდა 1919 წელს და შესაბამისად ყველაფერი პირველად ხდება და ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი საარჩევნო ბიულეტენებისა, უნდა შეერსოთ ასე კანდიდატები და საბოლოოდ შემდეგ უკვე მივიღეთ ის, რასაც ახლა თქვენ უყურებთ. ჩვენი თავისუფლება მართალია ხანმოკლე იყო, მაგრამ ამ მოკლე დროში ბევრი თვალსაჩინო საქმეები გაკეთდა. ექვთიმე თაყაიშვილის ამ სიტყვებს ასახავს ეროვნულ არქივში წარმოდგენილი გამოფენა, სადაც ყველასთვის ღიაა კარი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის ისტორიაში სამოგზაუროდ. დღეს ყველა სიახლეს გაიცნობთ იმედი ნიუზ ჩიზე, ჩვენ კი ორ შაბათამდე გამშვიდობთ. ნახვამდის.